უნდა გავაკეთოთ, ხო, იმისთვის რომ ეს სცენარი იყოს აბსოლუტურად არაძალადობრივი გზით, მოკლედ მოხდეს ახალი არჩევნების დანიშვნა და არაძალადობრივი გზით გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, ხო? და მგონია რომ გუშინდელი დღე იყო ამ გზისკენ გადადგმული პირველი ძალიან კარგი ნაბიჯი. ამას დავარქმევთ გაფიცვას, გამას დავარქმევთ ბოიკოტს თუ რასაც დავარქმევთ, ეს არის საზოგადოების ერთიანობის ჩვენება, ეს არის თან პირველი იყოს გამოცდილებელი იყო და ამის შემდეგ აუცილებლად ეს უნდა გამეორდეს, ეს აღარ იქნება მხოლოდ 3 საათიანი და ამ გაფიცვას ბოიკოტ შემოერთდა ასევე ის კომპანიების ადამიანები, ვისაც საერთოდ არ ყოფილა არათვე შეთანხმება მსგავსი იმ ადამიანებმა გაიგეს ვასი რა ხდება და ეს დასაქმებულები და დამსაქმებლებიც გამოეფინენ ქუჩაში, ხო? ეს კიდევ უფრო გაიზრდება შემდეგი, როდესაც უკაცრავად შეგაწყვეტინებთ რახან მაგალითები მოყვავს ბელორუსიის და რუსეთის. აი ბელორუსიაში მსგავს გაფიცვებს თუ ქონდა თქვათ ადგილი. გაფიცვები უფრო მეტად გაფიცვებზე თუ საუბრობთ როგორც პროტესტის შემადგენელ ნაწილზე, მაშინ უნდა ვისაუბროთ უფრო მეტად სომხეთზე, იმიტომ რომ აი გიორგი უკეთესად მოყვებოდა ამას ალბათ, გუშინაც საუბრობდით ამაზე, ანუ გაფიცვები არ იწყებოდა 3 საათზე, გაფიცვები იწყებოდა დილით და უბრალოდ გაჩერებული იყო ყველაფერი, ერთი თვე გაგრძელდა ეს და მორჩა ყველაფერი. ჩვენთანაც რაც ხდება იდეაში სომხეთს, იმიტომ მაგონებს უფრო მეტად რომ ისე როგორც სომხეთში ჩვენთან სამოქალაქო დაპირისპირება როგორც ასეთი არ არსებობს. არ არსებობს ის რაღაცა დიდი საფრთხე, რომელმაც შეიძლება სხვა უფრო ცუდი სცენარებისკენ წაგვყოს. საზოგადოება იყენებენ მაგასაც არასწორი არის და დამაზიანებელია, პროცესს რომ აი აქ რაღაც სამოქალაქო არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არის. ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი და მეორე დგას რაღაცა 3000 ადამიანი. 3000 ადამიანი, 3000-4000 ადამიანს განგებო ამბობ, იმიტომ რომ ბელორუსის სცენარის განსხვავებაც ერთ-ერთი მთავარი ეგ არის, რომ აქ საუბარი რეჟიმზე, რომელიც დგას ძალოვანი სტრუქტურების გარკვეულ რაოდენობაზე და არა მაგალითად ლუკაშენკოს რეჟიმი, რომელიც მთელი არმია უმაგრებს ზურგს, რაც ძალიან დიდი განსხვავებაა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პრინციპში ეგეთ შეიძლება ითქვას, ხო, ანუ ჩვენთან აი გუშინ რომ ნახეთ მაგალითად, რომ დოლიძეზე იყო და მე მგონი კანდელაკზე, სადაც მივარდნენ ვიღაცა ადამიანები, ხო, უნდათ იმის შექმნა, რომ აი სამოქალაქო კონფლიქტია, ასე შემდეგ რაღაცას არ არის სამოქალაქო კონფლიქტი, ეს არის პარტიული სუბიექტების ძალადობა, დაუსჯელი ძალადობა მშვიდობიან ადამიანებზე, რომლებიც წარმოადგენენ ამ ქვეყნის უდიდეს უმრავლესობას. ამიტომ მე არ მგონია, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელი არის რაღაცა არსებითი, რაღაცა დიდი სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა, თუ რა თქმა უნდა თვითონ ხელისუფლებამ არ დაუწყო თავისი სამართალდამცავი თუ რაღაცა მოძალადე რაზმების მეშვეობით ადამიანებს რაღაცა ტყუების როლა და ასე შემდეგ, ხო? ეგეც საერთოდ კატასტროფა იქნება, თუმცა ბელარუსში ეს მოხდა. მაგრამ ეს რო არ მოხდეს, ამისთვის უნდა გავაგრძელოთ პირველ რიგში იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ ვართ გაცილებით უფრო მეტი და ეს უნდა მოხდეს როგორც სოციალურ ქსელებში, როგორც პერსონალურ ურთიერთობებში იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღემდე ამაგრებენ ამ სისტემას, ეს პოლიციელი იქნება, პროკურორი თუ მოსამართლე მნიშვნელობა არ აქვს ამას, თუ მათ ემსახურება. ეს უნდა მოხდეს ცხადია ამ ბოიკოტების და გაფიცვების მეშვეობით, რადგან თუ ჩვენ მართლა მოახერხებთ იმას, რომ აი უწყვეტად რაღაცა 2 კვირა მაინც უწყვეტად თუ გაიფიცა ეს პარალიზებული იქნება, მორჩება, ანუ შეუძლებელი ასე გაგრძელება ეს არალეგიტიმური ხელისუფლება დაკარგავს იმ რაღაცა მცირე ლეგიტიმაციასაც კი, რითიც ახლა შეიძლება რომ რაღაცა თავი იმართლონ, რომ აი ჩვენთან კანონები სრულდება, ჩვენთან რაღაცა აი ავტობუსი მოდის დროზე. მეტროს თანამშრომლები გაიფიცეს 3 დღის განმავლობაში და მეოთხე დღეს მიიგეს ის რაც უნდათ. ეს რაღაც უნდა შევძლოთ და ჩვენ ავირიდებთ თავიდან ყველანაირ ნეგატიურ სცენარებს, რაც არსებობს. ამიტომ კიდევ ერთხელ, რაც უნდა გავაკეთოთ ყველამ, შეიძლება მეტროში არ მუშაობდეთ და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს, უნდა მოვიზიდოთ ჩვენი მომხრეები, კიდევ უფრო უნდა გავამხნევოთ ერთმანეთს, რომ ეს ქვეყანა დაკარგული არ არის, ყველაფერი არის წინ და ბრძოლა, რომელიც უკვე 50 დაახლოებით 50 დღის განმავლობაში გრძელდება, ეს კიდევ შეიძლება პირიქით გაზაფხული მოდის და დათმება, ხო, ამინდები. ეს ბრძოლა გაგრძელდება. ეს ბრძოლა ტრანსფორმირდება, ეს ბრძოლა გახდება კიდევ უფრო დიდი. რაც დაიწყო რაღაცა თოვლის გუნდის მსგავსად, გახდება ზვავივით დიდი და ამ ზვავს ვეღარ შეასრულებს ერთ-ერთი. რისი იმედით თქვა, რომ იანვრის დასაწყისის პირველ პერიოდში რაღაცა ეს პროტესტი ჩაგვდებოდა, მათ შორის ბრჭყალებში ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებიც საუბრობდნენ ამ თემაზე, რაც ასე არ მოხდა და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ძლიერი არის ის მაკონსოლიდირებელი მიზნები
არჩევნები, რაც ამ პროტესტს აქვს და ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საბა, შენ ასევე საუბრობდი იმაზე, თუ ამ გამოცდილებების გათვალისწინებით, რაც ბელორუსში და რუსეთში იყო, რა უნდა გავაკეთოთ ახლა. და მინდა რომ მაყურებელსაც მოუყვეთ, თუ აი რა არის ახლა მნიშვნელოვანი, გარდა იმ გაფიცვებისა და რაზეც ახლა ვისაუბრეთ, კიდე რა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანური მომენტებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ყველა კიდე ერთი დიდი განსხვავება ბელორუსსა და საქართველოს შორის არის, რომ ბევრად ჰომოგენური და პატარა ქვეყანა ვართ, სადაც გარკვეულწილად ყველა იცნობს, რაც ხშირი ფრაზა არის, რაც ყველას გაგვიგია და მართლა ესე არის, იმიტომ რომ ყველა სამი ადამიანის ხედვართ აქ და ყველას ყავს მინიმუმ რამდენიმე კონტაქტი, რომელიც რაღაცა ხელისუფლებასთან აფილირებული, დაახლოებული ან რაღაცა სხვა პოზიციაზე არის, ხო? აი ასეთ შემთხვევებში როგორ უნდა მოვიქცეთ ადამიანები, რომლებიც ამ ეს პროტესტი ჩვენთვის სასიცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. რასაც ხელისუფლება ცდილობს რომ აჩვენოს არის ის, რომ თითქოს იმ ადამიანებს, ვინც ხელკეტებს ურტყამენ ადამიანებს, ვინც აწამებდნენ ადამიანებს, ხო, ვინც სახეში აფურთხებდნენ, რაღაცა კეფაში წიხლებს ურტყამდნენ და ზედ და ახტებოდნენ, ხო, თითქოს ეს ადამიანები არ არსებობენ, ისინი რაღაცა ნიღაბს არიან ამოფარებულები და არ უნდა ვიცოდეთ ვინ არიან და ისინი რაღაცა ადამიანები კი არა, რაღაც რობოტები არიან. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც იხსნიან ნიღაბს და ცდილობენ რომ გახდნენ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, იარონ რაღაცა და ასე შემდეგ, ხო, დასხდნენ ჩვენგვერდით კაფეებში და ასე შემდეგ. ასე არ არის. ეს უნდა დასრულდეს მართლა, არ შეიძლება რომ რეჟიმის მოსამსახურე თუ ხარ, თუ შენ მონაწილეობ წამებაში, თუ შენ თუნდაც მე ნაწამებ ადამიანების წინააღმდეგ საქმეებს კერავ, ციხეში უშვებ და ზემოდან ჯარიმას აკისრებ, რასაც ჩვენი პროკურორები და მოსამართლეები აკეთებენ, ხო? ეს არ შეიძლება რომ ნორმალური იყოს და გასაგებია ყველა ადამიანური ურთიერთობა, მაგრამ მე თვითონაც მაქვს გაკეთებული ეს ძალიან მკაცრი ზღვარი მაქვს გავლებული, თუ ადამიანი ემსახურება აი ამ რეჟიმს, თუ მისი წვლილი არის იმაში, რომ უდანაშაულო ადამიანები მიდიან ციხეში, უდანაშაულო ადამიანები ისჯებიან ასე შემდეგ, არ შეიძლება მათთან ჩვეულებრივი ურთიერთობის გაგრძელება. ეს არის რასაც ვამბობ. ამ საკითხს უშუალოდ არ უკავშირდება, მაგრამ კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდა, იმიტომ რომ გუშინ ვერ ვიჯერებდი, რომ ამას უსმენდი. რომ ადამიანი, ვისაც ეხლა ქვია სახალხო დამცველი, ლაპარაკობდა იმაზე, რომ წამების სისტემურობა ვერ დაინახა. მეც 7 წელი ვიმუშავა იქ და თან სისხლსამართლის მიმართულებით, ანუ უბრალოდ ეს გამაოგნება, ეს არ შეიძლება. ანუ 400-მდე ადამიანი არის, ჩვენ მათთან საათითაოდ ვატარებთ ინტერვიუებს, ისინი ყვებიან იმაზე, რა ხდებოდა, თუმცა ამ მოყოლაც არ არის საჭირო. პატერნიც იგივეა. ხო, ანუ ეს არა მარტო დროის მოკლე მონაკვეთში კეთდებოდა, ერთი და იგივე დანაყოფები აკეთებდნენ ამას და ის რა ქვია, ერთი და იგივენაირი დაზიანებები აქვს ყველას, ხო, სახეში კეფი. წეგან რასაც ვსაუბრობ ბელარუსის მსგავსად, ხო? არამედ ეს უბრალოდ თვითონაც ეს ადამიანი ესაუბრა, ხო? ეს არის მიუღებელი, არ შეიძლება რომ აი ამ ადამიანს, რომელსაც რაღაცა წინ უდევს ასეულობით სურათი, ნაცემი და ნაწამები ადამიანებს ამბობდეს იმას, რომ რაღაცა წამება არ იყოს სისტემური, ხვალ 2 საათზე იმართება აქცია მის ოფისთან და მე თვითონაც ვაპირებ იქ მივიდე, იმიტომ რომ უბრალოდ ვერავინ ვერ უნდა გაბედოს თავისი თანამდებობის მიუხედავად თუ რაღაცა სხვა ბენეფიტების მიუხედავად იმის თქმა, რომ რაც მოხდა ნოემბერში და დეკემბერში და გარკვეულწილად დღემდე მიმდინარეობს, ეს სისტემური არ არის. ან ეს ხელისუფლების მიერ ნაკანახები არ არის და თურმე ესე იგი ის ადამიანები არ უნდა დაესაჯონ, თუმცა თურმე თავისუფლად უნდა დადიოდნენ რაღაცა ქუჩებში. ეს არის მიუღებელი და ხო, აქედანაც უნდა დავიწყოთ მათ შორის რაღაცა საკვანძო და პასუხის იმ ადამიანების გამოვლენა, ვინც პასუხი უნდა აგონ მას შემდეგ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ისევ სამართალი დაბრუნდება და არ იქნება ეს განუკითხაობა და რაღაცა უკანონობა, რაც ახლავს უფევს. და ის საჯარო მოხელეებზეც მინდა კითხვა აუცილებლად საბა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი რგოლია ამ პროტესტში ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, თუნდაც 2-3 კვირის წინ იყო საუბრები იმაზე, რომ მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, მათი თანამშრომლების მიმართ მოწოდება, რომ რაღაც შეიკავონ თავი პროტესტებში მონაწილეობის მიღებისგან, რაღაც გარკვეული შეზღუდვების, წინაღობების შექმნა სამსახურში, დაშინება მათ შორის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ არიან ყველა, ერთმნიშვნელოვნად არ არიან პოლიტიკური პარტიასთან აფილირებულები და მათი მხარდამჭერები.
არ არის ეგრე, როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეგეთ რეალობაში ვართ, რომ რაღაც საჯარო მოხელე უკვე რო ამბობ, ეგრევე მოგდის თავში, რომ აუცილებლად ქართული ოცნების ხარდაჭერა. ეს ასე არ არის. რამდენად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, არ ვიცი, იმედის მიცემა, წახალისება, დალაპარაკება იმისა, რომ მათაც გამოხატონ პროტესტი და გუშინ იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ისინიც გაფიცულიყვნენ. ეს უკვე სხვა კატეგორიის, ასე ვთქვათ, გაფიცვა და ღონისძიება იქნებოდა, ხოლოდ კერძო კომპანიების შემთხვევაში რომ მომხდარიყო გაფიცვა. რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების ჩართულობა ამ პროცესში? საჯარო მოხელეები არიან ამ ქვეყნის რომ მაინც გაათავისუფლებს, სადაც ნახეთ ბოდიში, ნახეთ ის იყვნენ ადამიანები, არც თუ ისე დაბალი რგოლის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ პროტესტისგან ადამიანები გამოერიდებინათ, მათი თანამშრომლები და საბოლოოში ისინიც გაათავისუფლეს სამსახურიდან. კი, საჯარო მოხელეები არიან ამ ქვეყნის ფუნქციონერების, აი ადმინისტრაციული მთავარი ხერხემალი, ანუ რომლის გარშეც ვერცერთი თანამედროვე ქვეყანა ვერ ფუნქციონირებს, ანუ რაც არ უნდა დიდი მთავრობის მომხრე იყო და მემარჯვენე თუ პატარა და რაღაცა მეოსპიკერ პირიქით, ანუ ამას მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი საჯარო მოხელეები ჩვენ გვჭირდება, ისინი ასრულებენ უნიშნულოვანეს ფუნქციას. ამიტომ ხო, ანუ არ არის სწორი იმისი ჩათვლა, რომ მათი თუნდაც უმრავლესობა არის არსებული ამ პარტიის მომხრე. ეს წარმოდგენა შეიქმნა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხელისუფლება ქმნის თავისი არსებობის ისტორიაში სულ სხვადასხვა სიპებს, სადაც ასაქმებს ნეპოტისტური სტილის და სხვა რაღაცა ესეთი მეგობრულ ამბებში კორუფციული უგონებენ თანამდებობებს. იგონებენ და მან ბიუჯეტის ფულს უხდიან თავის პარტიულ მუშაკებს. ეს არის რაც საკეთებენ და აქედან გაჩნდა შესაბამისად ესეთი წარმოდგენა. სინამდვილეში ეხლა რაც ხდება არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ გამოუცხადა ომი ამ ქვეყნის ხერხემალს, რაც არიან საჯარო მოხელეები, და ეს არის ის რაც ასევე ვამბობთ, როდესაც მათ დაინიცირეს ეს კანონში ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით რო აფორმებდნენ. ეს მათი სამსახური აღარ არის უვადო, ისინი დამოკიდებულები არიან იმაზე, რომ მათი უფროსი არ წავიდეს სამსახურიდან. შესაძლებელია მათი ხელფასის 20%-ის უბრალოდ დაქვითვა, 6 თვითან ერთი წლით, როცა გაუხარდება მის უფროს, შესაძლებელია მათი გადაყვანა საერთოდ სხვა თანამდებობაზე მის თანხმობის გარეშე, დაბალ თანამდებობაზეც და შესაძლებელია მათი გაშვება ისე, რომ მოკლედ 3 წლის მერე რომ მიაღწიოს სასამართლოში რაღაცას, 3 თვის განცდურს დაგიბრუნებენ და მორჩა. ანუ ეს არის სრული კატასტროფა, ანუ გამოშიგნეს მთლიანად ამ ადამიანების დაცვის გარანტიები. ამიტომ რაც უნდა გააკეთონ მათ და ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა გააკეთეს, ხო? ახალი წლის და შობის პერიოდში საჩვენებლად გაყარეს ხალხი თანამდებობაზე. ვინ აკეთებს ამას თუ ამით რაღაცა სიგნალის გაშვება არ უნდა. ეს სიგნალი არის ის, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი თქვენ წინააღმდეგ. და თუ ეს ადამიანებიც არ გამოფხიზლდებიან, აღმოაჩენენ, რომ ხვალ მათთანაც მივიდა ეს წერილი, რომლითაც ისინი თანამდებობიდან რა უნდა გააკეთონ საჯარო მოხელეები? პირველ რიგში ისინი უნდა გაწევრიანდნენ იმ ორ სხვადასხვა პროფკავშირში, რომელიც უკვე შეიქმნა და რომლებიც მიმართულიანია იმისკენ, რომ მოქმედი საჯარო მოხელეების ინტერესები დაიცვას. მათ უნდა იპოვონ ერთმანეთი სექტორული და სხვა მიმართულებების როგორც თავის დროზე მსახიობებმა ვიპოვეთ წლებში. მსახიობები იქნებიან სტუდენტები თუ ექიმები, ასე იპოვეს ერთმანეთი კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებმა, ეს უნდა გააკეთონ საჯარო სექტორში დასაქმებულებმაც. თუ ისინი ამ ომის გამოცხადების სიგნალს არ უპასუხებენ თვითონაც ანალოგიური სიგნალით, მაშინ ეს ხელისუფლება დარწმუნდება. მარტივად რო თქვა, უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ძალა, იურიდიული ძალა, რომელიც მათ დაიცავს. კი, იურიდიული ძალაც რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია სამოქალაქო საზოგადოებას მათი დახმარება, მაგრამ იურიდიulis მიღმა, რისიც ეშინია ქართულ ოცნებას არის ძალა. და ეს ძალა არის მათ შორის ერთობაში, როგორც ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დევიზი, ხო? და ამ ერთობას ჩვენ თუ ვაჩვენებთ, თუ ამ ერთობას აჩვენებს საჯარო სექტორი ხელისუფლებას, ისინი შეშინდებიან. ყველა ავტორიტარი ამ კუთხით ერთმანეთს გავს. თუ ავტორიტარ შენ თავს წაუხრი, პირველ შენ გადაგივლის. ხო, გონია რომ რაც შენ შეიძლება მოგიტოვონ და ჯერ სხვებს მიხედავ. პირველს მათ გადაულიან ხოლმე. ჩვენს ქვეყანაშიც ასე იყო სხვადასხვა დროის განმავლობაში, მათ შორის ბოლო პერიოდშიც და ეხა მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ასე ეს არის სტილი, რომელსაც ყველა ავტორიტარი მიყვება. საჯარო მოხელებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათი არის ძალაუფლება, ეს ძალაუფლება უნდა აჩვენონ და თუ ამას შეძლებენ, ქართული ოცნება უკან დაიხია.